თავმონა ჯერჯერობით კვლავ ვენეციაშია და მასთან კავშირს ჩვენ ჯეოსელის საშუალებით ვამყარებთ. იმისათვის, რომ კარგად შეგვესწავლა საკითხი, რომელზეც შემდეგ თქვენთან უნდა გვესაუბრა, ინტერნეტში მონაცემები მოვითხოვეთ სიტყვაზე სატანიზმი. პირველი რაც გაიხსნა წმინდა ირინეი ლინსკის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით არის შექმნილი. გვერდი ყველანაირი სექტისა თუ კონფესიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. მართლმადიდებელი ეკლესია მეზობელ ქვეყანაში მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ყოველგვარი ინფორმაცია თავად უნდა მიეწოდოს. სტუმრები ჯოჯოხეთიდან, ასე ქვია, დამწყები ჟურნალისტის სადიპლომო ნამუშევარს, რომელმაც მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საგამოცდო კომისიის წევრები გააოგნა. ნინო სულაბერიძემ მოძებნა თანატოლები, რომლებიც საკუთარ თავს სატანისტებს უწოდებენ და შესაბამის რიტუალებსაც ასრულებენ. როგორც სატანიზმის შესახებ უამრავ კვლევაში წერია, ბნელეთის ნამდვილი თაყვანისმცემლები საკუთარ საქმიანობასა და მისწრაფებებზე საჯაროდ არასოდეს საუბრობენ და ინფორმაციასაც მხოლოდ შიდა არხებით, საიდუმლოდ ავრცელებენ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც ახლა გიჩვენებთ, რეალური სატანიზმისგან ჯერ შორს არის. თუმცა თვალები ფართოდ სწორედ ახლა უნდა გავახილოთ, ვიდრე თამაში საშიში ძალა მიგვიღია. დროების ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი გიამბობთ იმ სადიპლომო ნამუშევრისა და საშიში ტენდენციის შესახებ, რომელმაც საგამოცდო კომისიის წევრები შეძრა. ბავშვები, გთხოვთ ტელევიზორს მოაშოროთ. სატანისტური მსხვერპლშეწირვის რიტუალი საქართველოში ერთი თვის წინ არის გადაღებული. ეშმაკის თაყვანისმცემლებს მომავალმა ჟურნალისტმა ნინო სულაბერიძემ მიადნო. შესაბამისად სადიპლომო ნამუშევარი სახელწოდებით სტუმრები ჯოჯოხეთიდან შემზარავი გამოვიდა. ძალიან რთულად იყო, უზომოდ ბევრი ვეძებე, რომ ისინი მეპოვნა მართლა და სხვა ერთ ადამიანს ვკითხე, იმასთან იმასალა და ბოლოს როგორც უნდა ვიპოვე და მე დათანხმება ხო საერთოდ უფრო ძნელი იყო. მთანხმდებოდნენ მარტო ინტერვიუზე. ძალიან ბევრი ვთხოვე, უთხრა რომ სადიპლომო მივარდება, სიკეთე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაიდინეთ მეუბნებოდი ამ სატანისტებს და რაღაც უზომოდ ბევრი ველაპარაკე და ბოლოს მითხრას რომ ლამაზი თვალები გაქვს და დათანხმდებით. ლამაზი თვალებისთვის დადგმული სატანისტური რიტუალი წესისამებრ ღამით სასაფლაოზე ჩატარდა. პირველი მსხვერპლი ახალგაზრდა გოგონა იყო, რომელიც სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ეშმაკის ქართველი თაყვანისმცემლები თავიანთ მბრძანებელს ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებს წირავენ. თუმცა როგორც თავად ამბობენ, თუ კი ვინმე სატანისტვის თავს გადადებდა, ისინი მსხვერპლშეწირვის რიტუალს სიამოვნებით აღასრულებდნენ. ეს არის სატანიზმის ერთ-ერთი რიტუალი, როდესაც სატანას მსხვერპლად წირავენ რაღაცას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ადამიანს. ჩვენ ასეთ რამეს საქართველოში უბრალოდ დადგმა მგონი ამას არ გავაკეთებთ. სურვილი შეიძლება გქონდეს, ამასაც არ ვტყვი, გვაქვს ან არ გვაქვს. ან გავაკეთებთ ან არა, მაგრამ ეს ამის ყურება ორ შემთხვევაში ყურება სიამოვნება წურს ჩვენში. რიტუალის კვალი სასაფლაოს დღესაც ეთყობა. თავარია ყველაფერი ქრისტიანობის საპირისპიროდ და რაც შეიძლება მეტი აგრესიით შესრულდეს. ბევრი სისხლით და ცეცხლმოკიდებული ამობრუნებული ჯვრებით. ნიღბებია, რომელიც აი ეს იქონათ აფარებული, რადგან თავისთავად სახის გამოჩენას ისინი არ დაგვთანხმდნენ. კიდე ძალიან ბევრი რამეა აქ დარჩენილი ისევ, აი არის აქ სანთელი ჩამოღვენთილი, სწორედ ეს სანთლები ენთო მაშინაც. აი ესეთი სანთელი იყო, ამ სანთელს ამობრუნებულს ანთებენ, ანუ ჩვენ ქრისტიანები ხო ვანთებთ ეს, ისინი პირიქით ყველაფერი არის საწინააღმდეგო და საპირისპირო. ამობრუნებულს ანთებენ, ეს სანთლებიც ამობრუნებული ენთო. ადამიანის შეწირვის იმიტაციას მოგვიანებით ნამდვილი ძალადობა ჩაენაცვლა. სადიპლომო ნაშრომს პატარა ფისო შეეწირა. სცენა იმდენად შემზარავი აღმოჩნდა, რომ ოპერატორ თათია თორდინავას ნერვებმა უმტყუნა. მიყურებია როგორ კლავენ ღორს, ძროხას, ქათამით დამიკლავს შემიხელი, იმდენად ის არ იქნება თქო. მოკლავენ ესე და ესე ჩაარტყეს ეს ქვა.
და კატამ ნუ სახე რო ვნახე კატის ეს კამერიდან ხარ რო უყურებ, წარმოვიდგინე კამერიდანაც უყურებ და იქიდანაც უყურებ, ანუ ისე და აი რა დამემართა, იცი? აი მართლა ცუდად გავხდი და მე ვთქი სანდრო, მეგობარ ბიჭი ყავდა წამოყვანილი, გვიშველე ეგეთიო და სანდრო აი გამომართვა და ის რაღაც კატის მომენტები გადაიღო მაგან, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გავხდი მართლა. შემზარავი კადრების გადაღება ფილმის შექმნის მხოლოდ ნაწილია. არანაკლები მძიმე მონტაჟის პროცესი იყო. ემოციები სანდროს ჯერ არ განელებია. რაღაც განცადი იყო, მაგრამ კამერა რო დავიჭირე, მე სულთნიანად გავიციშე. ანუ მე კი ვხედავდი კადრს, სად უნდა მომეჯრა, ანუ რო გამოსულიყო კომპოზიციურად ნორმალური. ხედავდი, რასაც ვიღებდი, რა თქმა, მაგრამ ეს ტვინს შეიძლება არ შედიოდა, ასე ითქვა შეიძლება, იმიტომ რომ ვერ ხედავდი, აი ლანდი გაქვს თვალების, მაგრამ იღებ. რაღაც ვერ ავხსენ ბოლოს ეგრე როგორ იყო, მაგრამ სახში რომ მივედი რა, ამ ემოციის შემდეგ, ანუ დატვირთული, იქ მქონდა ისტერიული სიცილი. აი რაღაც ისტერიული სიცილი ისეთი, რომ ვერც ვჩერდებოდი. 11 წუთიანი ფილმის ავტორებმა შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელი დაინდეს და უამრავი სადისტური სცენა კადრს მიღმა დატოვეს. მარტო კატის შეწირვა იყო საათნახევარი და უბრალოდ იმდენად ამაზრზენ, აი უზომოდ სისხლიანი კადრები და ძალიან მძიმე საყურებელი იყო და საათნახევრიდან ძალიან ბევრი ვარჩიეთ და სულ რაღაც 2 წუთი გავაკეთეთ, იმიტომ რომ მეტი მართლა არ შეიძლება და უზომოდ მძიმე კადრები იყო. ის, რასაც თინეიჯერი სატანისტები მსხვერპლ შეწირვას უწოდებენ, ნამდვილი რიტუალისგან საკმაოდ შორს დგას. მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ნანახს თამაშს ადარებს, თუმცა ძალიან საშიშ თამაშს. თითქოს თამაშობენ, ეს უფრო სპექტაკლია, ვიდრე რეალობაა. რასაც ესენი აკეთებენ, იმიტომ რომ მსხვერპლ შეწირვა ძველ სატანიზმში პირველად რაც ჩამოყალიბდა, ის გაუცილებელი ატრიბუტია ერთ-ერთი ორგიები. ბისექსუალური ორგიები. ბისექსუალური გასაგებია. სულ ერთია ვინ ვისა. ძირითადად სხვა სიმბოლოები აქვს. ძირითადი სიმბოლო მაინც ბაფომეტის სიმბოლოა, რომელიც აქ მენდესის თხა რა. ძირითადი სიმბოლო, რომელიც გადმოღებულია პანის სიმბოლოდან ძველი ბერძნული მითოლოგიიდან. ამდენად ყველა რიტუალი დარღვეული აქვს. ეს ბავშვები მე თუ მკითხავ, საკმაოდ საშიშ თამაშს თამაშობენ, იმიტომ რომ შეიძლება ფსიქოლოგიური, შეიძლება ამან გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დარღვევა. თუ რა მოხდება და რა ელით ხვალ, ამაზე ქართველი სატანისტები ჯერჯერობით არ ფიქრობენ. მათი მთავარი ორიენტირი ბოროტებით სიამოვნების მიღება და სიკეთის დაცინვაა. ბოროტებაში ვხედავ ჩემს ხსნის გზას. რატომ? სიკეთეში ვერიყავ? სიკეთე უაზრობა არის ჩემი თვალით დანახული, რომელიც უბრალოდ ზედმეტად ზედაპირული ხალხისთვის არის გასართობის გზა თუ ქცევა. და ვერ დავინახეთ გადარჩენის გზა ქრისტიანობაში. იყავი ოდესმე ქრისტიანი? კი. თინეიჯერების სატანისტური თამაშები ალბათ ნაკლებად შემაშფოთებელი იქნებოდა ყოველივე ეს ზრდასრული ადამიანების მიერ რომ არ იყოს მართული. როგორც ჩანს, ვიღაცას ისინი რაღაცისთვის სჭირდება. სერიოზული საშუალება სწორედ იმაში, რომ ესენი მართულები არიან და არა შიგნიდან, არამედ გარედან. გარედან. ხო, ანუ ქვეყნის გარედან. ანუ ის იგივე დაინტერესებული ჯგუფებისაგან, რომლებიც კარგად იციან ეს ბავშვები რაც აკეთებენ, იმიტომ რომ მე ვიცი რამდენიმეს გამიგია, რამდენიმე ადამიანი, უბრალოდ არ პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ სახელებით და ეროვნებებით ვიცი ვინ არიან დაინტერესებულები საქართველოში, ამით ანუ ვინ ასწავლა ამ ბავშვებს. კონკრეტულად ეს ყველაფერი. 17 წლის ბიჭზე ზემოქმედება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ზეადამიანური ძალის შეძენის სურვილი ამ მასაკში ბევრს აქვს.
ილუზიის ლამაზ რეალობას წარმოჩენა და რწმენა, რომ ჯოჯოხეთში პრივილეგიებს მიიღებ, სატანის მსახურობას ერთგვარ მიმზიდველობასაც ანიჭებს. ეს შემთხვევით ესე არ იწყება. რა თქმა უნდა, გამორჩეულობის იდეიდან იწყება ყველაფერი. არ არეალიზების თვით რეალიზაციის საშუალება არ აქვს. იმ ახალგაზრდას. თუმცა გამოჩნდა კაცი, რომელმაც ჩვეულა შესთავაზა რა. უთხრა, იცი რა შენ თუ ესეთი იქნები, შენ იცი რა მაგარი იქნები, შენ ვერავინ ვერ მოგერევა, ასეთი ჭკვიანი იქნები, ამხელა ძალა გექნება, რა თქმა უნდა, პირველი არის ძალა. ძალა, რომელთაც ისინი ხარბდებიან და პრაქტიკულად არავითარი ძალა არ აქვს. მეჯერ არ მინახია ეგენი ძლიერი. ეს ბავშვებზე არ მაქვს ლაპარაკი, დიდებიც არ მინახია ძლიერი ეგეთი. სიკეთის ბოროტებაზე გაცვლას ანტიქრისტეს აპოლოგეტები ცხოვრებისეულ ტრაგედიებს უკავშირებენ და ღმერთს მათი სურვილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. თუმცა რამდენად გაუმართლა იმედები სატანამ, ამაზე ჯერ არ საუბრობენ. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი ეშმაკის მსახურებს სასაუბროდ იწვევს. ჯერ უნდა ამოხსნათ ეს ადამიანები რა მიიყვანა იქამდე. ხო მივიდნენ ეს ადამიანები, ხო დაიწყეს ამის გაკეთება რა მიიყვანა. იყვნენ ისინი ტაძარში არ იყვნენ. მათ გვერდზე იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მათი დამშვიდება, დაწყნარება. დაენაკებინათ მათთვის ეს ღვთაებრივი მადლი. თუ პირდაპირ მოხვდნენ აი ამ ადამიანებთან მივიდნენ. ამ ადამიანებში მოხდა რაღაც სულიერი კრიზისი. რაღაც მოხდა. რომელიც ამის შემდეგ მოხდა ამ ადამიანებს აი ამ გზაზე დაყენება. აი ესეთი რამით გადაჭრეს პრობლემები? აი დავსვათ კითხვა ახლა ჯოხს ორი მხარი აქვს, ორი ბოლო აქვს. ერთი მხარე იძახი რომ უფალ არ გადამიჭრაო. ამით გადაჭრეს? ლოცეთ ხო ყველაფერს გაკეთება შეიძლება. ილოცეთ გუწფილად. თქვენს გუწფილად ახსარება. გულიანად ისაუბრეს მოძღვართან, გაიხსნენ ბოლომდე. ყველა შეიძლება აქ ახლა ესეთ რაღაცა მოხდა რომ შევიდა მივიდნენ ტაძარში რაღაც ხდება რაღაც ვერ იპოვეს ის ადამიანი ვისთან შეიძლება და მათ ეს ესაუბრათ არა მე მზათა ვარ პირადად მე მამა გიორგი მათთან ურთიერთობას ჯოჯოხეთში პრივილეგირებული სცნებად საკმაოდ იუმორისტულად ჟღერს იმედი რომ ბოროტების ჩადენით ვინმე სიკეთეს მიიღებს არა მარტო თეოლოგიას ლოგიკასაც არ ექვემდებარება მათ ეშველება თუ არ ეშველება მიიღებენ ისინი კურნებას თუ არ მიიღებენ იქ პრივილეგირებული იქნებიან თუ არ იქნებიან საიდან იქნება პრივილეგირებული ჯოჯოხეთში სადაც არის ცეცხლი და წუნწუба სადაც ყველაფერი დუხტა იწვის რა ისინი კონდიციონერულ სახში დასწრებიან სატანისტების მთავარი დევიზი ყველაფერი ქრისტიანობის წინააღმდეგ რიტუალების ჩატარების თარიღზეც აისახება. ამისათვის საუკეთესო დრო ქრისტიანული სამყაროს დღესასწაულებია. ატარებენ აღდგომას, ახალ წელს, რაღაც ესეთი მეებზე ატარებენ. კი. და ყველაფერს საწინააღმდეგოს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხეს შეიცავს სატანიზმი, მასთან ძალისმიერ ბრძოლას მართლმადიდებელი ეკლესია დაუშვებლად მიიჩნევს. ძალისმიერ მეთოდით მე ადამიანი მოქცეული ვერ ნახე. ძალისმიერ მეთოდით. ხოლო სიყვარულით, მოფერებით და ჭეშმარიტი მართალი სიყვარულით. ეს ჭეშმარიტი მართალი უამრავი ადამიანი ნახე ჭეშმარიტებაში დაბრუნებული. ყველას თხოვრო ვილოცოთ ამ ადამიანებს უფალი შეისმენ ჩვენ ლოცვას, აუცილებლად შეისმენ ჩვენ ლოცვას და მათ გონება გაიხსნა და ჭეშმარიტებაში მას გადაგვაში დაბრუნდებიან. საბედნიეროდ სატანისტური მიდრეკილებებით საქართველოს ცივილიზებულ მსოფლიოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მხოლოდ შეერთებულ შტატებში ანტიქრისტეს მადიდებელთა 1000-ზე მეტი სექტა არსებობს. ათასობით შავი ბიბლიის მქადაგებელი მოღვაწეობს ევროპასა და რუსეთში. მისი გავრცელების მთავარი მიზეზი კი საზოგადოების არაინფორმირებულობაა, რაც ყოველთვის სიცრუის დაჯერებას უწყობს ხელს. ასე რომ თვალების ფართოდ გახელა, მაშინ სჯობს ვიდრე ყველაფერი ჯერ კიდევ თამაშია.